ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრი ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. ახალი ფართი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. 90 კვადრატულ მეტრ ფართობზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო მოსასვენებელი სამედიცინო სახარჯი მასალების შესანახის 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. მომდევნო ეტაპზე ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებსაც გადაეცემა. ახალი მანქანების სრულად არის დაკომპლექტებული, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დამატებით ექნება კიდევ მაღალი გამავლობის მანქანა და მე ვფიქრობ, რომ ეს მთლიანად დაფარავს რაიონების საჭიროებებს. რაც შეეხება ექიმების და ექიმების ზოგადად ბრიგადების ანაზღაურებას ჩვენ მოვახერხებთ, რომ გაგვეზარდა და თუმცა ეს არ არის ის, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ. ამჟამად სასწრაფო ფილიალი არის განთავსებული კერძო კომპანიის შენობაში, სადაც 2 ოთახი არის მხოლოდ გამოყოფილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა ატარებს სარემონტო სამუშაოებს, რომელიც დასრულების შემდეგ გადმოგეცემა ჩვენ საკუთრებაში, სადაც იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა